რიგოთის უღელტეხილზე ტრაილერების გადაადგილება იკრძალება. მსგავსი შეზღუდვებია დაწესებული ფასანაური გუდაურის მონაკვეთზე. აქვს საავტომობილო მიმოსვლა ადგენილია, მაგრამ აკრძალულია ავტობუსების და ტრაილერებისთვის მოძრაობა. მლეთა გუდაურის და კობის სტეფანწმინდის მონაკვეთებზე გადაადგილება მსუბუქი ავტომობილებისთვის მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები. იკრძალება მლეთა სეთურებზე და ქვეშეთის სეთურებზე ავტოტრანსპორტის გაჩერება. ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა დაუშვებელია გუდაური, კობის და სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე. საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში დაწესებული რეჟიმები ინარჩუნდება. ზვავსაშიშროების გამო ჯერჯერობით არის შეზღუდული მოძრაობა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური, კობის მონაკვეთზე. ინტენსიური თოვლის გამო შეზღუდულია ტრაილერების გადაადგილება რიგოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე. ნაქერალას უღელტეხილზე ასევე მოძრაობა დასაშვებია მოტოციკლის საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. რაც შეეხება მოწმინდა სომხეთის საზღვარს, აქ ჯერჯერობით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა არის შეზღუდული.